პარლამენტს არ აღიარებენ და წავლენ ციხეში. ეს არის ირაკლი კობახიძის პოლიტიკური ვერდიქტი პროდასაურად განწყობილი ოპოზიციის მიმართ. სასამართლოს მსაჯულებს ივანიშვილის წარმომადგენელმა დასწრო. კობახიძე ამბობს, რომ ვინც სადავო პარლამენტს არ აღიარებს და კომისიაზე არ მიდის, ყველას დაიჭერენ. ირაკლი კობახიძის ეს განცხადება კიდევ ერთხელ არის დადასტურება იმის, რომ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს სასამართლო მიტაცებული აქვთ. როდესაც ადამიანი ჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს სისხლსამართლის დანაშაულს, ბუნებრივია რეაგირება. კომისიაზე არ მისვლა არის სისხლსამართლის დანაშაული. კომისიაზე სადაც ოპოზიციაც კი არ არის წარმოდგენილი. ოპოზიცია რო არ არის წარმოდგენილი, ეს არის ოპოზიციის პრობლემა, ხო? როდესაც საგამოძიებო კომისიას მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის წესს ქვეყნის. არ აღიარებენ ამ პარლამენტს ოპოზიციას. არ აღიარებენ წავლენ ციხეში. ანუ ყველა წავა ციხეში, ბატონო ირაკლი, თქვენ დაანონსეთ ფაქტობრივად ახლა ყველა ციხეში. ბოდიშკებას ხედა. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა deep state-მა. არ აინტერესებთ, ან მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი. არ აინტერესებთ ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ იქნება, რა ბედი ეწევა პოლიტიკურად, არაფერი არ აინტერესებთ. როცა ხარ deep state-ის აგენტი, უნდა შეეგო იმას, რომ თუ დაჭირდათ, გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება მოხდეს ამის გამო ციხეში, ეს არის deep state-ის აგენტების ბედი. ზურა ჯაფარიძის 7 თვით ციხეში გაშვება ოპოზიციისთვის იმის ნათელი მაგალითია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის შეშინებული, მას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და ამიტომ ყველაფერზე მიდის. ჯაფარიძე პირველია, თუმცა დღეს და ხვალ საკალათო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნული არის სასამართლო პროცესები წულკენის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის ტყვეთა რაოდენობა დიდი ალბათობით დღეს და ხვალ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზა გადის ციხეზე დღეს სამწუხაროდ და ეს არის ფაქტი და ეს ეხება ხოლმე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს უახლეს ისტორიაში უამრავი ესეთი ფაქტი ყოფილა. მე რავი ძალიან ამაყლია და მიხარია ეს რომ ჩვენი კოალიციის ლიდერები არათუ მზად აღმოჩნდნენ ამისთვის, არამედ ძალიან ნათელი მაგალითი მისცეს ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში პრინციპულობის, გაუტეხლობის და წინააღმდეგობის რეჟიმთან. დღეს ურას მიუსაჯეს, ალბათ მოსაუბრელია, რომ ჩვენი კოალიციის სხვა ლიდერების შემთხვევაში იგივე განაჩენი იქნება. როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებენ და სასამართლო პროცესები იმართება პრაქტიკულად ყოველდღიურად, მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ძალიან ძალაუფლების დაკარგვის, მისი სისტემა არის ძალიან მყიფე და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, ამიტომ ციხეში, ციხის გარეთ თუ ნებისმიერ ადგილას ბრძოლა გრძელდება, მანამ სანამ ჩვენს ქვეყანას რუსული რეჟიმისაგან არ გავათავისუფლებ. არ ვფიქრობ, რომ რამე ერთმანეთისგან განსხვავებული განაჩენი დადგება, ერთი ძალიან მარტივი რამ უნდა მივხვდეთ, რომ განაჩენი დადგება ისეთი, როგორიც აწყობს ბიძინა ივანიშვილის მილიარდების შენარჩუნებას. ეს არის ძალიან მარტივად, ეს ადამიანი ასე უდგება ნებისმიერ პროცესს, ქვეყანაში განვითარებულ პროცესს, არა სახელმწიფოებრივად, არა ისე, რომ ქვეყანას რაღაცა წარმატება ჰქონდეს, ქვეყანაზე არ იყოს ის რეაგირებები, რომელიც არის რეალურად ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყველა მის ნაბიჯზე. არამედ აინტერესებს, რამდენად შეინარჩუნებს თავის მილიარდებს და უფრო მეტად გააგრძელებს გამდიდრებას. ამ წუთებში საკალათო სასამართლოში გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი ტარდება. თარგამაძე გირაოს ქვეშ იმყოფება. დღეს დასკვნითი პროცესი არის ამ საქმესთან დაკავშირებით. დასკვნითი სიტყვა უკვე თქვა პროკურატურამ. ამ წუთებში ადვოკატი ამბობს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც სიტყვის თქმის შესაძლებლობა ექნება ბრალდებულ გივი თარგამაძეს. ამის შემდეგ კი მოსამართლე უნდა გავიდეს სათათბიროთ ან ადგილზე თათბირით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. არ არის ჯერჯერობით ცნობილი დღესვე გამოაცხადებს თუ არა ნინო გალუსტაშვილი გადაწყვეტილებას გივი თარგამაძის საქმეზე თუ ის გადადებს სასამართლო პროცესს. გივი თარგამაძის ადვოკატი ბექა ბასილაია დარწმუნებული არის, რომ ყველა საქმეზე იდენტური გადაწყვეტილება იქნება მოსამართლეების მხრიდან მიღებული. ამასთან ერთად ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ თუ გირაოს ქვეშ მყოფ პოლიტიკოსებს ჩაუთვალეს გარკვეულწილად გირაოს გადახდა წინ გადადგმულ ნაბიჯად, ესეც ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება და თუ გირაოს ქვეშ მყოფ ადამიანებს არ დაიჭერენ, ამის ერთადერთი მიზეზი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციურ ფრონტზე დაპირისპირება წამოიწყოს.
ის რომ ვიღაცას გირაო აქვს გადახდილი, ვიღაცას გირაო არ ქონდა გადახდილი და ამის გამო სასჯელები იქნება განსხვავებული, სამართლებრივი თვალსაზრისით სრულიად უფასური არგუმენტია. იმიტომ რომ აღკვეთის ღონისძიება არავითარ კავშირში სასჯელის ზომასთან არ არის. შესაბამისად, თუ განსხვავებული სასჯელები იქნა, ეს არის ოლიგარქის კიდევ ერთი რაღაც ტრიუკი, რომ ალბათ ეცდება განხეთქილება ჩამოაგდოს, შეეცადოს. რომ განხეთქილება ჩამოაგდოს პოლიტიკურ ფიგურებს შორის, რომ აი ვიღაცას რო იჭერენ და ვიღაცას არ იჭერენ, ეჭვები გაჩნდეს, რაიმე ხომ არ დგას ამ გადაწყვეტილების უკან. ეს მოგზაურით და გაიცით კითხვის პასუხი. აი ამას გამენორომებს და იმ ვაციან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში. როდესაც თქვენ მოემუქრებოდით საქართველოს შვილებს, რომ სულს ამოხვდიდით. ვერ ამოხარდა. ამის მომხრეს და ამის უჩქებში დაიმალებით. უჩქებში დამალავით. ყველაფერი ხდება ცხოვრების შეიძლება ადამიანი ავადმყოფი. იცია, ყველაფერი ხდება და ნახავ. მაშასე ნინო გალუსტაშვილი გამოაცხადებს თუ არა გივით არ გამაძის საქმეზე დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ საქალაქო სასამართლო ყურადღების ცენტრში 3 საათიდან იქნება, რადგან სწორედ ამ დროს არის მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი ჩანიშნული, დასკვნითი სიტყვები მხარეებს უკვე ნათქვამიობთ, ახლა რეპლიკის ეტაპზე არის სასამართლო, მამუკა ხაზარაძე თავად მოსვლა სასამართლო პროცესზე არ აპირებს, ზვიად ჩარაძე სავარაუდოდ დღეს მოუწევს მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მოცხადება მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი 3 საათზეა, 5 საათზე კი ჩანიშნული არის ბადრი ჯაფარიძის სასამართლოს ხდომაც. ამავე საქმეზეც დიდი ალბათობით დღესვე უნდა გახდეს გადაწყვეტილება ცნობილი.